მოცემულობის თანახმად OL სხივი არის მართვებული ON სხივის. ესე იგი OL, ON. ესე მართვებულები არის. ასევე ვიცი რომ LOM კუთხის გრადუსული ზომა არის 2x დამატებული 46, ესე იგი LOM არის ეს და ამისი გრადუსული ზომა არის 2x პლუს 46 და ვიცი რომ MON კუთხის გრადუსული ზომა, აი ამ კუთხის გრადუსული ზომა არის 3x - 6. ესე იგი ეს არის 3x გამოკლებული 6. და გვაინტერესებს MON-ის გრადუსული ზომა რას უდრისო. კარგი, ეხლა რაც უნდა შევამჩნიოთ აქ, არის ის, რომ რადგან LON არის მართი კუთხე და მართი კუთხე რატომა? იმიტომ რომ OL და ON ერთმანეთის მართვებულები არიან, ხო? ესე იგი ამათ შორის იქნება მართი კუთხე. და რადგან ეს არის მართი კუთხე, მაშინ LOM-ის და MON-ის გრადუსული ზომების ჯამი იქნება 90 გრადუსი. ამიტომ მოდი დავწერე ახლა მაგას. ესე იგი 2x დამატებული 46, შემდეგ ამას დამატებული 3x გამოკლებული 6, აი ეს უნდა უდრიდეს 90-ს. ესე იგი ეს უნდა იყოს 90-ის ტოლი. მოდი ახლა რაღაცები ვქნათ, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ანუ შევკრიბოთ ერთნაირი წევრები. 2x + 3x იქნება 5x, ამიტომ აქ იქნება 5x. შემდეგ 46 - 6 იქნება 40, ესე იგი პლუს ამას 40. ეს უდრის 90-ს. უდრის 90-ს. ორივე მხარეს თუ გამოვაკლებ 40-ს, აქეთ -40 და აქეთ -40, შედეგად დამრჩება მარცხნივ 5x, მხოლოდ 5x და მარჯვნივ დამრჩება 90-ს - 40, რაც არის 50. ესე იგი მივიღე რომ x უდრის 10-ს. x არის 10-ის ტოლი. მაგრამ მე მაინტერესებს MON რა არის და მე მითხრეს რომ MON-ის, მოდი ასე ვიტყვი, კუთხე MON-ის გრადუსული ზომა, ანუ კუთხე MON-ის, აი ეს გრადუსულ ზომას აღნიშნავს, არის 3-ჯერ x-ს, მაგრამ x-ი 10-ია, 3-ჯერ 10-ს გამოკლებული 6. 3-ჯერ 10 - 6 არის 30-ს - 6, რაც არის 24. ესე იგი 24 გრადუსი ყოფილა MON კუთხის გრადუსული ზომა.